გასული წლის მიწურულს ქუთაისში ქართული კინოს მორიგი დათვალიერება შედგა. კვირეული, რომლის დღეებში ახალი ქართული, მათ შორის დოკუმენტური ფილმები უჩვენეს. მარი გულბიანის დოკუმენტურმა ფილმმა სანამ მამა დაბრუნდება დაასრულა, შეიძლება ითქვას სიმბოლურად დაასრულა ეს ფესტივალი. კინო ჩვენგან გამიჯნულ, ჩვენგან შენიღბულ სამყაროს გვაზიარებს, ფარდას ხსნის და იმ ადამიანების ცხოვრებას გვაცნობს, რომელთა არსებობის შესახებ შესაძლოა არც არაფერი ვიცოდით. მარი გულბიანმა პანკისელი გოგონების სკოლის მოწაფეების ყოფა აღწერა. მათი მამები სირიაში იბრძვიან. ისინი მამებს ელოდებიან. ფილმის ჩვენების შემდეგ მარი გულბიანმა აღნიშნა, რომ დასავლელი პროდიუსერები მისგან სწორედ მამებზე ყურადღების გამახვილებას ითხოვდნენ, ანუ სირიის ომზე. მას კი უფრო გოგონები, მათი ყოფა, პანკისელი ბავშვების ყოფა აინტერესებდა. You are very good father and I love you so much. ასე ამ სოფლიოს ჯერ კიდევ აინტერესებს, რატომ იდიოდნენ ან იდიან საომრად ახალგაზრდები სირიაში. რატომ იდიან მაგალითად პანკისიდან? პასუხი როგორც წესი ერთია ხოლმე, უკიდურესი გაჭიროების გამო. მაგრამ იქნებ სხვა მიზეზიც არსებობს. თუკი სიმართლეს არ ვაღიარებთ და ნაირ-ნაირი თეორიებით ავხსნით იმას, თუ რატომ წავიდნენ ახალგაზრდა ბიჭები, თლად სკოლის მოწაფეებიც კი პანკისიდან სირიაში, ეს ადგილი ყოველთვის დაძაბულობის კერა იქნება. და რაც თავარია, ჩვენი ისტორიის ეს ფურცელი, ეს ანარეკლი შავი ლაქით იქნება დაფარული. სიმართლე ცხადია ერთი არაა, მაგრამ თითქმის ყველა ამ სიმართლეს ერთი რამ აერთიანებს: ჯიხადი. ახალგაზრდები სირიაში საომრად პირველ რიგში შურისძიებისთვის გაემგზავრნენ. აქედან წავიდა გარეკა თავის სოლშვილი და იმის შემდეგ მე რაღაცა მიდანდია. ეს მომიცხე თემო, შენ არ დაგელაპარაკებიანი ცოტიო. არ დაგელაპარაკებიანო, ტელეფონითაც არ დაგელაპარაკები, იმიტომ რომ ყურს გიგდებენ შენო, შეხვა როგორ რა თქმა უნდა, ბარა. ყურს გიგდებენ შენო. სიღარიბე კი ცხადია იგრძნობა, მაგრამ არა მეტად ვიდრე საქართველოს სხვა რეგიონებში. წლებია უკვე აქ არაერთი პროგრამა ხორციელდება, თუმცა ეგრეთ წოდებული ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი ლიდერის ომარ ალ-შიშანის, იგივე თარხან ბათირაშვილის მამა თემურ ბათირაშვილი ამბობს, რომ გაჭიროება პანკისში ისეთივე არაც იყო. თუმცა ამტკიცებს, რომ მისი შვილები სირიაში ფულის გამო არ წასულან. ისინი რჯულის იდეებს შეეწირენო, მაგრამ საიდან გაჩნდა ჯიხადის იდეა ქრისტიანი კაცის ოჯახში, როდის და როგორ გავრცელდა პანკისში. სვამ წასმეს არაყს. ეს ჩვენებური არაყი და ჩვენს ჩვენებური არაყის აწყარი. მაღაზიის ნავარაყი, ან მოწანილი ჭაჭის არაყი. სვამ და ეს ბალღი ჩვენთან ასვამს არაყს. ეს თამაზი. ბიჭო, ეხლა ამბავს უყურებ. დაბლეთ ჩვენ ორნი ესაც დალევს. ხო და როცა მოვჭით პურის ჭამდა წამოველი და დაიჯერე მაგ ბალს ფეხი არ აღრებია იგრე წამოვიდა სახლში. მაგზენი არაყი კიდალია. თამაზი შენობა ეგ ახალი წელი არ გავიწყდება მეთქი. ეხლა რო არყის დაღვინზე ნახვა არ გიმნა მეთქი. რო ამდენი არაყის ვიმაკ ახალგაზრდას გახსოვს მეთქი, მახსოვსო. მაგრამ მამაო მითხრა
არყის და განძა ღვინისგანავ კარგიო რომელმა ნახავ არავინ არ ნახა იცოდიო არაყი და ღვინო ადამიანის მწერიარიო ეხლა როგორ არის იმაგასთან აი მაგალითადო 10 პური დევსო იმათ პურზეო ზედა ღორის ხორცი დევსო ის ღორის ხორცი გადადე იქითავ და ჭამე პურიო ეგა მიღებულიო მაგრამ ამ 100 პურზე თუ მაგალდანავ ერთი წვეთიო ან არაყი და ან ღვინის წვეთი დეცო 1000 გადააგდეო أعوذ بالله من الشيطان الرجيم بسم الله الرحمن الرحيم من أقدم سنة تريتوريا كتيبة صبري غالب بإذن الله ჯიჰადი ეს სიტყვა არაბული წარმოშობისა და კლასიკურ ტექსტებში მეტწილად ბრძოლისა და ომის მნიშვნელობით გამოიყენება. ხშირად იმოწმებენ ფრაზას ყურანიდან ღვთის გზაზე ბრძოლა, რასაც მრავალი ინტერპრეტაცია მოეძებნა ზნეობრივი სწრაფვიდან დაწყებული შეიარაღებული ბრძოლით დამთავრებული. ხშირად ყურანსაც ციტირებენ მორწმუნენი რომელნიც სახლებში სხედან გარდა შეუძლოდ ყოფებისა არ არიან თანასწორნი მათი ვინც ღვთის გზაზე იბრძვის. უფალი მებრძოლებს უფრო მაღალ საფეხურზე ათავსებს ვიდრე მათ ვინც შინ დარჩენას ამჯობინებს. ღმერთი ყველა მორწმუნეს აჯილდოვებს, მაგრამ იგი განსაკუთრებით მებრძოლებს გამოყოფს. ასე რომ პანკისში მოვიდა დრო, როცა ახალგაზრდების ნაწილმა სახლში დარჩენა გაიგო როგორც ღალატი. თემურ ბათირაშვილი, რომელიც გვეუბნებოდა ჩემი შვილები ფულისთვის არ წასულან სირიაშიო, ცოტა ხნის შემდეგ დაასკვნის. ეს ყველაფერი სიღარიბე მოიტანაო. წინააღმდეგობა, რა თქმა უნდა, არა. იქ სადაც სიღარიბეა არის სიცარიელე და მოწყენილობა. იქ სადაც სიღარიბე არ არის, არის განათლება. იქ სადაც სიღარიბე არის სრულწმენა და არის იდეები, რომლებიც ახალგაზრდებს თავში მოსდით მაშინ, როდესაც სრულიად დაუსაქმებლები არიან. მეორე კამპანიის დროს ჩეჩნები, ანუ სხვებთან ერთად, იგივე გითხარით ხო, უკვე შემოსული იყვნენ არაბებიც, ანუ მებრძოლები ავღანეთის, ისინი იბრძოდნენ მაინც ჩეჩნეთის დამოუკიდებლობისთვის. როგორც აღნიშნეთ, ჩვენ ვიღაცა მათ ველურები უწოდოს, ეს იყო ერი, რომელიც თითქმის გაწყდა ამ ომში, მაგრამ მათ ისინი იბრძოდნენ დამოუკიდებლობისთვის. ამ ველურებმა მოუგეს პირველი ომი რუსეთს ჩვენ ვიცით და იყო კიდევ ძალიან სამარცხვინო ხელშეკრულება, რომელსაც ლებედმა მოაწერა ხელი თუ გახსოვთ ხო დამარცხების. მეორე კამპანიის შემდეგ თითქოს აი ეს ბრძოლა დამოუკიდებლობის თვის უბრალოდ უკვე ასლან მასხადოვის მკვლელობის შემდეგ თითქოს მინელდა, თითქოს ყავლი გაუვიდა და აქ უკვე წამოიწია როგორც წეგან გითხარით, უფრო რელიგიურმა ასპექტებმა და როგორც კი შეიქმნა უკვე დოკუმაროვის დროს კავკასიის ემირატი, ეგრეთ წოდებული და ეს იყო ალ-ქაიდა კავკასიაში, იქ უკვე დაიწყეს ხალიფატის იდეა, ეგრეთ წოდებული, ანუ ისლამური სახელმწიფოსთვის თავარი ხალიფატის იდეა, რადგან ამ ხალიფატს როცა ამბობენ ხალიფატს, იქ რა თქმა უნდა კავკასიასაც მოიაზრებენ. ისლამური სახელმწიფო და საქართველო, პანკისის ხეობა, სირიაში წასული ახალგაზრდები და ტერორიზმის საფრთხე, ეს ის თემებია, რომელზეც ჟურნალისტი ნინო ბურჭულაძე მუშაობს. ეს არის თემურ ბათირაშვილი, თარხანის მამა, მინდა გითხრათ, რომ თარხანის მამა არის ქრისტიანი, თავის შვილისგან განსხვავებით და სხვათა შორის თარხან ბათირაშვილს როდესაც ჰქონდა კონფლიქტი, ისევე თავის თანახეობელთან. და მე მინდა გითხრათ, რომ საერთოდ საქართველოს მოქალაქეები კაც ახერხებდნენ კონფლიქტს ერთმანეთში, ხშირად რამდენჯერმე მას წამოაძახეს სირიაშიც, რომ ის იყო რომ ის იყო ქრისტიანი, რომ ქრისტიანის სისხლი იყო მის ძარღვებში, აი ესე წამოაძახეს მას არაერთხელ, სხვათა შორის. მოგეხსენება, თარხან ბათირაშვილი იყო სამხედრო მინისტრი ისლამური სახელმწიფოსი, მისი ძმა თამაზ ცათიაშვილი, დედის გვარზია ის,
იყო კონდაზვერვის უფროსი ისლამური ხალიფატის და ასევე მას ებარა საჯარო აღსრულების ადგილები ეგრეთ წოდებული. სხვათა შორის არაერთი ამბობდა და ეს საკმაოდ ცნობილი ფაქტია და მამამისმაც მითხრა ადრე საუბარში, რომ თამაზი უფრო გამოცდილი იყო და თამაზი მართლაც გამოცდილი იყო, ის ომობდა კავკასიის ემირატის რიგებში და ომობდა ჩეჩნეთშიც მეორე კამპანიის დროს. და თითქოს აი ყოველთვის ამბობდნენ, რომ თარხან ბათირაშვილის უკან იდგა მისი ძმა და თარხანი უბრალოდ ეს იყო ფეისი. ანუ შექმნილი რაღაცა ესეთი PR სახე იყო ესეთი. რა თქმა უნდა, თვითონ მამაც არაერთხელ გვისაუბრია და საკმაოდ განაწყენებული იყო და შვილზე თუ მე ხელისუფლებაზეც. შვილზეც იყო განაწყენებული და რა თქმა უნდა, თავიდან ხელისუფლებაზეც, რადგან ის ამბობდა, რომ მის შვილს, რომელსაც უნდოდა საქართველოს ჯარის რიგებში მსახური კიდევ კაიხანი, მას ამის საშუალება არ მისცეს და ის იძულებული გახდა წასულიყო საქართველოდან და პრინციპში წავიდა ჯერ თურქეთში და მერე თურქეთიდან არ კონტაქტობდა ხო მშობლებთან? იცით რა, ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია მამამისის კომენტარი, რომ თითქოს მან დაურეკა თარხან მამას და იქ რაღაცა იყო მუქარა ხო საქართველოს რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ რაღაცა. მსგავსი არ მომხდარა, მას მამასთან კონტაქტი საერთოდ არ ქონია და ვერც ეკნებოდა, იმიტომ რომ ძალიან კარგად იცოდა თავად ბათირაშვილმა და ჩვენს ყველამ, რომ ესეთი კონტაქტები ფაქტობრივად იყო შეუძლებელი, ხო, რაღაც სპეცსამსახურების ჩართვის და ასე შემდეგ და იმის გამო. ხა იცით თქვენ რომ ბათირაშვილს ამერიკის შეერთებული შტატებიც კი ეძებდა და ყავდა საშიშ ტერორისტთა სიაში და სწორედ მათ მოკლეს კიდეც საბოლოოდ. ჩვენი გადაცემის სტუმართან ერთად ვუყურებთ და ვუსმენთ მამას, რომელმაც როგორც თავად ამბობს, სხვის ომში ორი შვილი დაკარგა. იგი გველაპარაკება სახლში, სადაც გაიზარდნენ მისი შვილები. ეგრე ცხინვალის ომში იყო, გაცივდა იქ. გაცივდა და მაგალ ფილტვებზე ოპერაცია გაუკეთეს. ფილტვებზე ოპერაცია რო გაიგეს, ამ ბიჭმა იმ კურნალა მერე და გააკო მისი ესე. იმ კურნალა ჩადგა მწყობში და მიაკითხა ისევ თავის სამხედროს. საცამსახურობდა. არ მიიღეს. ხან ზუგდიდში გადაგზავნეს, ხან ბათუმში გადაგზავნეს, ხან თელავში გადმოგზავნეს, ხან გორში გაგზავნეს. მოიშორეს ამიდან. მერე ბოლოს მაშინ ის ახალი იყო თავდაცვის მინისტრი. ბაჩო იქ შესვლა და აპარატურა და არც იქ შეუშვეს. მოვიდა სახლი და იცი რა მითხრა ნინო? მამაო, როგორ ხედავ ამ ქვეყანას ჩემი თავი აღარ ასჭირდება. იმის შემდეგ შენ გინახე თარხან აღარც მემინახე. წაიკარგა და წაიკარგა, წავიდა და წავიდა. ნაკრო დეშვათ სამხედროში, არა ფეხსაც არ გაზგამდა, არა. პირიქით იქიდან თავის ძმებს აფრთხილებდა თენგიზაცა თამაზის. თხილად იყავითო მაგასტრეში არ მოხვდეთო. ხედავ ბოლოს თვითონ გეება მაგასტრეში. რა გვაკი ყველაფრის იმედი დაკარგა ნინო. მან გეება. იმასტრეში გეება. რა მოლოდინიც ქონდათ, რომ ისინი მიდიოდნენ სირიაში, მათ ეგონათ, რომ იქ ანუ რაღაც კეთილშობილური მიზნები ქონდათ, აღმოჩნდა, რომ სხვა რეალობაში მოხვდნენ და ამიტომ ძალიან ბევრი მათგანი უკან დაბრუნეს. ხო პირველად და ყვებოდნენ ამას, რაც ხდებოდა. აი იმ სხვა რეალობაზე, თქვენი აზრით არ ვიცი. იმიტომ რომ ფაქტია, რომ თუ ყვებოდნენ, მაშინ სხვები აღარ წავიდოდნენ. არა, არ ყვებოდნენ. ჩემთან არავის მოუყოლე. ერთმანეთში ალბათ ყვებოდნენ, თუმცა იყო მეორე რამ. ჩვენ ვიცით, რომ ისლამურმა სახელმწიფო ეს არის პირველი ტერორისტული ორგანიზაცია, რომელმაც PR ტექნოლოგია გამოიყენა ძალიან მაღალ დონეზე. აი ფაქტ აი სრულად, ესე რომ ვთქვათ და ვთქვათ თუ 1 და 2 ყვებოდა იქ შექმნილ რეალობაზე, ძალიან ბევრი კარგად შექმნილი ვიდეოკლიპები თუ რაღაც ესეთი მესიჯები თუ ჟურნალებში თუ გამოცემებში ხშირად ხედავდით, ანუ აკეთებდა საწინააღმდეგოს, ხო? ჩვენ მე ერთხელ დავწერე კიდეც და ამ სირიაში ამ ჯიხადს ხუთვარსკვლავიანი ჯიხადის უწოდეთ, იმიტომ რომ სხვა ტერორისტული ორგანიზაციებისგან განსხვავებით იქაურ მებრძოლებს არ უჭირდათ ფული, არ უჭირდათ საკვები, არ უჭირდათ იარაღი, პირიქით მათ ჰქონდათ ყველაფერი. ისლამური სახელმწიფო პირდებოდა 64-ს მებრძოლებს, ისინი იყვნენ კარგად აღჭურვილები, მათ შეეძლოთ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაცია მოეხდინა და ჩვენ ვიცით რომ იქ ხალხი მინისტრებიც კი გახდათ, ხო? ანუ თარხან ბათირაშვილი, რომელიც იყო ქართული ჯარის ერთი ჩვეულებრივი მოსამსახურე, ესე რომ ვთქვა, ჯარისკაცი, იქ გახდა სირიაში
ისლამური ხალიფატის სამხედრო მინისტრი და მოიტყვით რომ იქ მხოლოდ ესეთი მხოლოდ ნოქრები და ტაქსის მძღოლები იბრძოდნენ. ისლამური სახელმწიფოს სტაფში იყვნენ სადამ ჰუსეინის გენერალიტეტი, ანუ საკმაოდ გამოცდილი და პროფესიონალი ადამიანები. თუმცა ნებისმიერ ადამიანს შეეძლო გმირი გამხდარიყო, მისაბაძი გამხდარიყო და სწორედ მე ვფიქრობ, რომ თარხან ბათირაშვილი გახდა აი ეს მისაბაძი მაგალითი შემდგომში უკვე ახალგაზრდებისა წასულიყვნენ სირიაში, თუმცა იქ უკვე სოციალური პრობლემებიც წამოვიდა. მე გეტყვით, რომ აი ერთი ბიჭის ამბავი ვიცი, რომელიც მხოლოდ იმიტომ წავიდა სირიაში, რომ ვიღაცას ოჯახში შეშა მოეტანათ, შეშით უზრუნველყოთ მისი ოჯახი. აი მხოლოდ ამიტომ წავიდა. არა, აქ უზრუნველყეს და მერე წავიდა და მინდა გითხრათ, რომ საზვარბაზნე ხორცი იყო. ნინო ბურჭულაძესთან ერთად ვუყურებთ მართლაც რომ დაცარიელებული პანკისის ხეობის პეიზაჟებს. ახალგაზრდებისგან დაცრილ ხეობას და კიდევ ერთხელ ვკითხულობთ. თუ კი ხელისუფლება ამ მტკიცებს 2 წელიწადში 8 მილიონი ლარი დაიხარჯა ხეობის განვითარებისთვისო, ადამიანების დასაქმებისთვისო, რატომ цаრიელდება პანკისის ხეობა? რატომ იცლება მოსახლეობისგან სწორედ ახალგაზრდების გადინების ხარჯზე? არა და 90-იან წლებშიც კი, როცა აქაურებს განსაკუთრებით უჭირდათ, პანკისელებს ხეობა არ დაუტოვებიათ. ჩემი ფილმი, რომელიც გადავიღე, არის 2 მეგობარი გოგოს ისტორია, მათი მეგობრობა და განშორება, იმიტომ რომ ერთი ოჯახი ტოვებს ადგილს, მათი შეხება კინოსთან, როგორც რაღაცა ახალ სამყაროსთან და ახალ საინტერესო გარემოსთან, ასევე არის ამბავი უკანა პლანზე, რომელიც არის პანკისის ზოგადად ისტორია და ამბავი, რომელიც მოყოლილი არის მოხუცების პერსპექტივიდან, იგივე თარხან ბათირაშვილის მამისგანაც, მაგრამ ეს არ არის რაღაცა მშრალი, რაღაცა ჩემი დამოკიდებულებაც ასეთი არ იყო და იცით რა არის ისეთი უცნაური გარემოა თვითონ იქ პანკისში. ნებისმიერი ალბათ თქვენც რო ჩახვედით, რაღაცა მონუსხვას იწევს და თითქოს ისე გაჯადოებს, რომ და ეს ადამიანები იმდენად პატივისცემით განგაწყობენ მათ თავიანთ მიმართ და იმდენი თავისუფლება აქვთ შიგნიდან დაგუბებული, რომელიც ადვილად მოწყვლადებიც არიან და გარეშემოსულმა, თქვათ, იდეოლოგიამ, რელიგიურმა მათში ეს მთლიანად ჩაახშო და ამ ფონზე თან ვერც როგორ გითხრათ, შიგნიდან ძალიან დიდი თავისუფლება აქვთ, მაგრამ ის რელიგია, რომელიც მოვიდა და შემოვიდა სხვა ქვეყნიდან, ამის გამოხატვის საშუალებას არ აძლევს და სრულიად არაადეკვატურად უწევთ ცხოვრება. თავიდან საქართველოს ხელისუფლება ფაქტობრივად 2 წელი დუმდა. მე მინდა გითხრათ, მე მახსოვს არ ერეოდა, ხო? საერთოდ აი ვერ ხედავდა, არ ესმოდა, არ ლაპარაკობდა, საერთოდ აი ეს რაღაც მაიმუნისის ჰქონდა რაღაც ცნობილი პოზა. თუმცა მას შემდეგ რაც უკვე ცხადი გახდა და ჩვენ გვახსოვს სირიაში წავიდნენ უკვე არასრულწლოვნებით, აი მაშინ ძალიან, ანუ ეს იყო რაღაცა ბოლო წვეთი და შემდეგ უკვე დაიწყო რაღაცა სხვა ეტაპი, იმიტომ რომ ძალიან მძიმე სიტუაცია იყო. აი მე მახსოვს ქალები, ოჯახები პანკისში, რომლებიც ამბობდნენ, რომ ცდილობდნენ, რომ გაეშვათ თავიანთი შვილები ჩეჩნეთში. და მათ ერჩივნათ ყოფილიყვნენ მათი შვილები, ბიჭები კადიროვთან, ვიდრე ისინი წასულიყვნენ სირიაში. რამე თუ არავინ იცოდა, ბიჭი რომელიც სახლიდან გავიდოდა, ის დაბრუნდებოდა თუ არა სახლში და ჩვენ ნახეთ, რომ სკოლის მერხიდან წავიდნენ ბავშვები სირიაში და ის გაუშვეს. ეს ბავშვები ვის ბაძავდნენ? ეს ბავშვები ბაძავდნენ გმირებს, რომლებიც ასე ყავდა ისლამურ ხალიფატს, მათ შორის ქართველებიც, ხო? ქართველები ჩვენ გაიზარდნენ ამ გმირების სახეებში, შეიძლება ასე ითქვას. ხო, არა, მშობლებიო ამბობდნენ, მშობლებმა დაუმკვიდრეს ეს გმირები, მშობლებმა გააცნეს ეს გმირები. სხვათა შორის, აი ისლამი კრძალავს, უბრალოდ მოუწოდებს, ეგრეთ წოდებული ტრადიციული ისლამი მოუწოდებს, რომ აუცილებლად რომ დაუჯერო მშობელს, შვილმა. მაგრამ აი ეს მიმდინარეობა ეს რადიკალური ხო უშვებს იმას რომ შეუძლია შვილმა თუ ის მიდის ახალგაზრდა მიდის ალახისთვის საბრძოლველად მან თქვა არ იღოს ყურად მშობლების დარიგება და სწორედ ამიტომ იყო რომ ძალიან ხა მე დარწმუნებული ვარ არც ერთ მშობელს არ უნდა მისი შვილი სადღაც ხვის ომში წავიდეს და მით უმეტეს დაღუპვის შემთხვევაში საფლავიც კი არ ქონდეს და ყველა ვინც დაიღუპა სირიაში არც ერთ მშობელს მათი საფლავი არ აქვს არც იციან სად არიან დამარხულები მათი შვილები ხო
როგორ ახერხებდნენ წასვლას? სტამბული, თურქეთით, ხო? თურქეთმა გამას იყო კარგად აწყობილი სქემა. ანუ ხდებოდა რეკრუტირება, ანუ გადაბირება. იცით ხა, ანუ იქ აი ეს არასრულწლოვანები, რომლებიც სირიაში წავიდნენ, ხომ? შემდეგ მეორე თუ მესამე დღეს მე თვითონ მაქვს ნანახი საკუთარი თვალით ვიდეო გზავნილი, რომლებიც მოუწოდებდნენ თავიანთ ტოლებს, ანუ ასევე სკოლის მოსწავლეებს. იქ იყო ნაჩვენები, როგორც ისეთი კარგ დივანზე, სხედან, ანუ ესე ძალიან ბევრს ნიშნავდა მათთვის, რომ წინ საკვები აქვთ ძალიან კარგი, რომ კარგად გრძნობენ თავს და ეუბნებოდნენ, რომ აი ჩამოდით თქვენ და თქვენს გეკნებათ ეს და იცხოვრებთ, თან ჯიხადში მიიღებთ მონაწილეობას და თან ну, მოკლედ რაღაცა ესეთი აღქმულ მიწასპირდებოდნენ იქ და აი ესეთი ისიც იყო, ანუ თავად იქაურებიც კი, მე ეს ვიდეოები ვრცელდებოდა ისევ თვითონ აი ამ რაღაცა ჯგუფებში, ახალგაზრდების ჯგუფებში და ეს იყო ძირითადი ფაქტორი, რის გამოთაც აი ფაქტორითაც ახერხებდა ხალიფატი უშიშროება როგორ მუშაობდა საქართველოს იმაში. ის რომ საქართველოში ტერორისტული აქტი არ მომხდარა. დიახ. მაინც. დიახ. გარდა ამისა ეს ჩვენი სპეცსამსახურების დამსახურებაც არის? ანუ 50-50-ზე შეიძლება. დიახ. გარდა ამისა ჩაიკეტა უკვე შემდგომ 2015 წლიდან 16 წლიდან უკვე ჩაიკეტა თურქეთის საზღვარი და ანუ ვეღარ ხერხდებოდა ამ ახალგაზრდების ესე გადინება თურქეთში, ხო, თურქეთში და თურქეთიდან სირიაში. თურქეთის საზღვარი ჩაიკეტა და შემდგომ როდესაც ახმედ ჩატავებმა აი ამ თურქეთის არხის ჩაკეტვის შემდგომ გადაწყვიტეს, რომ უკრაინის მარშრუტი აემოქმედებინათ, მოახერხა სახელმწიფომ და ეს უკრაინის მარშრუტიც ჩაკეტა. ანუ ახალგაზრდები ხო თავიდან მიდიოდნენ ესე ხო თბილისში ჩამოდიოდნენ, თბილისი მერე სტამბოლი, გაზიანტელი, სირია. როდესაც ეს თურქეთის მარშრუტი ჩაიკეტა, მერე დაიწყეს სიარული, ესე თბილისი, კიევი, სტამბოლი და ასე შემდეგ, მაგრამ აი ესეც ჩაკეტა მოახერხა ხელისუფლებამ და ნუ უკვე მეორე წელია პრინციპში სირიაში წასვლად თავში აზრით აღარავის მოსuliად. იმ წლებშიც პანკისის ხეობა ერთგვარი ნაღმი იყო. ის ადგილი, რომელიც საშიშ ზონად ითვლებოდა. სადაც თქვენ წარმოიდგინეთ, დეპუტატებსაც კი იტაცებდნენ. საქართველოს ხელისუფლება რას არ აკეთებდა პანკისისთვის საშიში ზონის ეს ნიღაბი რომ ჩამოეხსნა. მოდების ჩვენებაც კი გამართა პანკისში. ნინო ბურჭულაძესთან ერთად სწორედ ეს ჩვენება გავიხსენეთ. ჩვენება, რომელიც დროში დაახლოებით დაემთხვა რუსეთის ხელისუფლების მიმართვას ოფიციალურ თბილისს პანკისის ხეობაში წესრიგის დასამყარებლად, ერთობლივი სპეცოპერაციის ჩასატარებლად. რასაც თბილისის დილობიანი, მაგრამ ერთნიშნულოვანი უარი მოყვა. ეს იყო 2001 წლის მიწურულს. დიდი ხნის წინ, როცა ეგრეთ წოდებული ისლამური სახელმწიფო არც არსებობდა. თუმცა პანკისის ხსენებას უკვე მოყვებოდა ხოლმე სიტყვა ტერორისტი. 2002 წლის თებერვალში რუსეთის დუმაში სიტყვით გამოსვლისას რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ივანოვმა განაცხადა, რომ ოსამა ბინ ლადენი შესაძლებელია საქართველოში პანკისის ხეობაში იმყოფებოდეს და ქართულ მხარეს ერთობლივი ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარება შესთავაზა. ეს იყო ყველაფრის დასაწყისი. რუსეთის სურვილი როგორმე ჩაეთრია საქართველო ჩეჩნებთან ომში, უფრო მეტიც მუსულმანურ სამყაროსთან ომში. ეს რისი დემონსტრირება იყო? მე ვფიქრობ იმისი, რომ ანუ პანკისი აღიქმებოდა მაშინ როგორც იცით, ხო, რაღაც კრიმინალურ ანკლავად და ასე შემდეგ და ეს იყო დემონსტრირება იმისი, რომ სახელმწიფო სრულად აკონტროლებდა პანკისის ხეობას და იქ იმდენად უსაფრთხო იყო, რომ შეიძლებოდა კიდეც მოდების ჩვენება ჩაგვეტარებინა. დაახლოებით აი ესეთი. კი. და ეს მესიჯი, ასე ვთქვათ, ვისი მისამართით იყო? რუსების თუ ქართული საზოგადოების? მე ჩემი აზრით უფრო ქართული საზოგადოების, იმიტომ რომ ყველაზე ნაკლებად ქართულ საზოგადოებას ჯეროდა მაშინ, რომ და ეშინოდა. კი, ჯეროდა, რომ ყველაზე ნაკლებად ქართულ საზოგადოებას ჯეროდა, რომ პანკისში იყო უსაფრთხო. ნინო, მაშინ სირია საერთოდ არ არსებობდა, ეს სირიის ფენომენი უფრო სწორად არ არსებობდა, ხო? ეს ის პერიოდია, როდესაც ეს კავშირი არ იყო ჯერ.
ეს არის 2002 წელი. 2002 წელი არ არსებობდა სირია, რა თქმა უნდა, მაგრამ მაშინ არსებობდა ალ-ქაიდა კავკასიაში, ანუ კავკასიის ემირატი, რომელიც ოდნავ მოგვიანებით შეიქმნა მართალია, მაგრამ აი ეს წინაპირობები იყო, მოგეხსენებათ 1999 წელს დაიწყო და 2000-ში იქვე დამთავრდა მეორე ომი ჩეჩნეთში. ძალიან დიდი რაოდენობა მებრძოლებისა გაიხიზნენ ტყეებში, ძალიან დიდი რაოდენობა ნახევარზე მეტი ტოლვილებთან ერთად გადმოვიდა მაშინ საქართველოში თუ გახსოვთ და სწორედ აი ამ დაღესტნის ჩეჩნეთის ტყეებში დაიწყო მაშინ ეგრეთ წოდებული პარტიზანული ომი. მაშინდელი ჩეჩნეთის პრეზიდენტიც მასხადოვიც გახსოვთ ხო იატაკქვეში მყოფებოდა, ისინიც მათთან ერთად იყო. აქედან გამომდინარე არის იყო აქედან გამომდინარე ეჭვი იბადება უბრალოდ შეიძლება ვიღაცამ ასეთი დასკვნა გააკეთოს რომ ამ პარტიზნებსა და ეგრეთ წოდებულ ისლამური რესპუბლიკის იდეოლოგებს შორის არის კავშირი. იდეოლოგიური კავშირი. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ თავიდან ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფო თავად ალ-ქაიდას პირმშოა და ალ-ქაიდას ფილიალი იყო ერაყსა და სირიაში, რა თქმა უნდა. მაშინ გამოჩნდნენ სწორად ჩეჩნეთში პირველი ჩეჩნური ომის დროს ნაკლებად, მაგრამ აი უკვე მეორე კამპანიის დროს უკვე ძალიან მრავლად იყვნენ ეგრეთ წოდებული ისლამისტები, არაბები, თქვენ იცით ხო, შავი არაბი, ამერ ხატაბი და არა მარტო არაბები, არამედ ავღანეთში ნაბრძოლი მოჯაჰედებიც კი გამოჩნდნენ მაშინ ჩრდილოეთ კავკასიაში და ესეთი ცნობილი ფრაზა არის, ხო, ესეთი ფაქტია, როდესაც დუდაევმა ჯერ კიდევ ატარებ მაშინ, როცა ცოცხალი იყო, გროზნოში ჯარისკაცებს სამშობლოს ჯარისკაცები უწოდა, მათ უთხრეს, რომ ისინი იყვნენ ალახის ჯარისკაცები. ანუ აი ამ ფრაზაშიც კი ჩანს, რომ აი ჩეჩნეთში უკვე ხდებოდა რაღაცა ესეთი რელიგიურ ფრონტზე გადასვლა. პანკისში ახალგაზრდები, განსაკუთრებით ბიჭები, ინტერვიუს ჩაწერაზე უარს გვეუბნებიან. ჩვენთვის მაინც გაუგებარი რჩება, რატომ არიდებენ თავს კამერებს. თუ კი ისევ და ისევ მარი გულბიანის ფილმით ვიმსჯელებთ, აქ ამ სივრცეში მაინც არსებობენ უჩინარი ავტორიტეტები. არა, ისინი აქ არ არიან, მაგრამ მათი გავლენა საიდანღაც შორიდან მაინც იგრძნობა. რამდენად ემორჩილებიან უფროს თაობას. ტრადიციულად უფრო თავშეკავებულს, ნაკლებად რადიკალურს. მათი აზრი ხომ ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო. დღეს მშობლები თავიანთ დაუპულ შვილებზე ლაპარაკობენ. ისინი არ გვეუბნებიან ინტერვიუზე უარს. ყოველთვის ჩემი შვილი ამბობდა ყოველთვის რომ იმდენი ბავშვობაში ისეთი რაღაც ქონდა მას დამახსოვრებული იმ ჩეჩნეთის ომიდან რომ პატარა იყო და ყოველთვის ფიქრობდა რომ სადღაც უნდა წასულიყო და სადღაცა უნდა ის თავისი ის რაც დაინახა მაგან და რაც ქონდა ეს სადღაც უნდა რომ ეს გამოემჟღავნებინა სადღაცა ომში უნდა წასულიყო და რაღაც შური უნდა ეძია თითქოს აი ასეთ რაღაცას ფიქრობდა და ვისაც მართლა ქონდა ეს ომი ნანახი და ეს გამოვლილი ეს ჩეჩნეთის ამბები ვისაც არ ქონდა გაგონილი მაინც ქონდა ეს ყველაფერი და ასე მგონია რომ ზუსტად აი ამ სულისკვეთებით იყვნენ ისინი იქ წასულები. This is Leila Akishvili. ლეილა აჭიშვილი ცდილობს იყოს თავშეკავებული, მაშინაც კი, როდესაც თავისი ვაჟიშვილების, ჰამზად და ხალით ბორჩაშვილების სიკვდილზე საუბრობს. გულუბრყვილოდ სჯეროდა, რომ სირიაში წავიდოდა და შვილების საფლავს მოინახულებდა, მაგრამ ამის უფლება არ მისცეს. ნინო ბურჭულაძე, რომელიც პანკისში ხშირად ჩადის და აქაურებთან დაახლოებულიცაა, ამბობს, რომ პანკისის ხეობა მუდამ იყო რადიკალიზმისა და იარაღით ვაჭრობის კერა. თუმცა ამ რამდენიმე წლის წინ ის საკმაოდ სწრაფად შაჰიდების ინკუბატორად გარდაიქმნა. იცით რა არის, მაშინ მე არ ვიცოდი ეს ყველაფერი არ მესმოდა, ეხლა რისთვის მიდიოდნენ, იმდენად არ ვიყავი ამ საკითხში გარკვეული, მაგრამ ცოტა გვიან მივხვდით რა ხდებოდა. ჩვენ ჯერ არ ვიყავით გაღვიძებულები კარგად და არ გვესმოდა თუ რატომ მიდიოდნენ, რისთვის მიდიოდნენ, ისინი ამბობდნენ, რომ ეს ვალდებულება არის ჩვენი და იქ ჩვენ ქალებს ხოცავენ, იქ ბავშვებს ხოცავენ, იქ ძალიან და შველას ითხოვენ ჩვენი მუსულმანი დები და ძმები. ამიტომ ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ წავიდეთ და გადავარჩინოთ ისინი. და კარგად არ ვაცნობიერებდით ჩვენ მაგ დროს თუ რა ხდებოდა, ცოტა გვიან მივხვდით ამ ყველაფერს. და როცა მივხვდით უკვე
ძალიან ხმამაღლა ვამბობდი რაც ხდებოდა მაგალითად სუპირველად გადავწყვეტე ძალიან ბევრი ვითმინე რომ რა ვქნა ყველა ამბობდა არ შეიძლება ამისი თქმა ეს ძალიან უნდა იყოს არ უნდა გავიდეს იმ ოჯახს გარეთ იმიტომ რომ არ შეიძლება რომ ვინმემ გაიგოს ჩუმად უნდა გავიდნენ თორემ არ გაუშვებენ და როცა მე შვილიშვილებთან მივდიოდი, მაშინ მე დაუძახე ნინოს და ვუთხარი, რომ ნინო მეთქი, მე მინდა რომ ეს ხმამაღლა ვთქვა, იმიტომ რომ დღეს თუ მე დამატყდა ეს უბედურება, თუ დროზე არ მოხდა რეაგირება, შეიძლება შემდეგში სხვა ხდეს ეს უბედურება წილად მეთქი და მაშინ პირველად გავაჟღერე კვირის პალიტრაში ის ისტორია, რაც გადამხდა თავს და მე უამრავი ტელევიზია, უამრავი პრესა მოდიოდნენ და ყველგან ვამბობდი ხმამაღლა, ძალიან ხმამაღლა ვიძახდი ამ ყველაფერს, რომ უნდა შეჩერებული იყო ეს ყველაფერი, მაგრამ მე მაინც საუბედუროდ, სამწუხაროდ ის სკოლის ახალგაზრდები რო გაუშვეს საფლავებიც არა აქვთ. მე ყოველთვის ნატრობ ხოლმე რომ ნეტავ მქონდეს საფლავი რომ ხშირად მივიდე ხოლმე და ხშირად ველაპარაკო, ვესაუბრო, მოვარო, მივხედო, არ ვიცი სად არიან. ლეილა აჭიშვილი არის ჩემი მეგობარი და მე მინდა გითხრათ რომ ლეილა იყო პირველი ადამიანი რომელმაც ხმამაღლა თქვა, რომ მას ხმამაღლა თქვა ის, რომ ახალგაზრდები მიდიოდნენ სირიაში. მისი სურვილიც იყო და მეც ძალიან დიდი შრომა ჩავდა იმაში, რომ მისი გარდაცვლილი შვილების ამბავი და ის ამბავი, რაც მას სირიაში გადახდა და მოგეხსენებათ, მან საკუთარ შვილს ჩააკითხა სირიაში. თუმცა უარით გამოისტუმრეს და ორივე ბიჭი მერე შემდგომში დაეღუპა. მე მინდოდა რომ ეს აუცილებლად უნდა გასაჯაროვებულიყო, მაინც გითხარით მე ხო ეს პირველი ორი წელი საკმაოდ არ იყო გასაჯაროვებული ეს ამბები და ეს იქნებოდა მე ვფიქრობდი რომ ეს შეიძლებოდა გამხდარიყო აი მაგალითი იმისა რომ ანუ საზოგადოება უფრო გააქტიურებულიყო, მეტი ინფორმაცია ქონოდათ და აი მისი დაიწერა რა მის შესახებ დაუწერე სტატია, შემდეგ ეს სტატია მოხდა Daily Beast-შიც, ესეთი ამერიკული გამოცემაა და ძალიან მალე ფაქტობრივად მსოფლიომ ესე გაიგო, რომ არსებობდა თარხან ბათირაშვილი ესეთი, რომ იყო ადამიანი ქალი, რომელმაც ორი შვილი დაკარგა სირიაში და აი ეს მთელი ტკივილი ესე უცებამსი ამოიყარა, სხვათა შორის თავიდან ჩააკითხა წამოსაყვანად. დიახ, ჩააკითხა წამოსაყვანად, მაგრამ არ წამოყვა, ის რამდენიმე დღე იყო ალეპოში, მაშინ მოგეხსენებათ სირიის ომი ახალი დაწყებული იყო და ჯერ აი ეს თავისი სტატისტიკით არ იყო, ჯერ ესეთი სასტიკი არ იყო ეს ომი, თუმცა რაც იქ ნახა, როდესაც ლეილა მიყვებოდა, სხვათა შორის ორივენი ვიცრემლებოდით, რომ აი უამრავი ახალგაზრდა ნახა, რომლებიც არაფრის გულისთვის იკლავდნენ თავს. აი ისინი ესეთი რაღაცა ხდებოდნენ შახიდები დიდი სიხარულით, ძირითადად მშობლებმა არავინ იცოდა მათი შვილები სად იყვნენ და მე მახსოვს მან მომიყვა გერმანელი სპორტსმენი ძმების, ესენი იყვნენ 4 ძმა თუ არ ვცდები, რომელიც 4-ვე ერთ დღეს შახიდი გახდა. და ეს დედისთვის, მისთვის როგორც დედისთვის ეს იყო წარმოუდგენელი, რომ აი როგორ შეიძლებოდა ამას სიხარული და ბედნიერება მოეტანა ვინმესთვის, ზოგადად აი ამ ახალგაზრდების. დაეპარნენ ეს შვილები. რა თქმა უნდა, ხა, იმიტომ რომ რეკრუტირება ახალგაზრდებისა ხდებოდა მთელი ევროპის და მთელი მსოფლიოს მასშტაბით. 5 დღე ვიყავი, მე 6 დღეს დავბრუნდი, ის 5 დღე ვცხოვრობდი ჩემს შვილთან ერთად და ვხედავდი თუ რამდენი ახალგაზრდა ულამაზესი, უმშვენიერესი, ასეთი ლამაზი ახალგაზრდები არ მინახია. და ისეთი თითქოს და ისინი ომში კი არა, სადღაცა იყვნენ წასულები და საერთოდ შიშის გრძნობა რა იყო რომ არ იცოდნენ. ომში წასვლაც არ არის ადვილი, ნებისმიერი ადამიანი ვერ წავა ის. თუ არა გაქვს შენ რაღაცა შინაგანი, რაღაცა არ გამოძრავებს. არ ვიცი. როგორ გადმოვცე სირიაში წასვლა ჩემთვის, რა თქმა უნდა, უბედურებით დამთავრდა, იმიტომ რომ იქიდან რომ დავბრუნდი მესამე-მეოთხე დღეს უფროსი შვილი დავკარგე, სამთოში მეორე შვილი დავკარგე, ამას იმ სხვა დედის უბედურება მოყვა, ამას ის სხვა დედის და ძალიან უამრავი ახალგაზრდა, ძალიან კარგი საქართველოსთვის საჭირო ახალგაზრდები, ასე რომ ვთქვათ,
ვაჟკაცები შეეწირნენ. დედებისა და მამებისთვის, რომლებმაც უცხო ომში შვილები დაკარგეს, მაინც გაუგებარი რჩება, რას შეეწირნენ მათი შვილები. ჯიჰადიო კი გვითხრეს, მაგრამ რჩება შთაბეჭდილება, რომ მათთვის ეს მხოლოდ ოფიციალური ვერსიაა. სხვაგვარი ახსნა მათ უბრალოდ არა აქვთ. პანკიში არიან ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები, როიცოთ, აი ბავშვები არიან ძალიან ნიჭიერები. მაგრამ როდესაც ეს ბავშვები სკოლას ამთავრებდნენ, ეხლა შეიძლება ოდნავ უკეთესად იყოს, მაგრამ მე გეტყვით რა ხდებოდა სირიამდე. სკოლას ამთავრებდნენ, იქ ამთავრებდნენ ფაქტობრივად ცხოვრებას როგორც ნიჭიერები. იმიტომ რომ მათ არ ქონდათ საშუალება წასულიყვნენ თბილისში ესწავლათ. მათ არ ქონდათ საშუალება ემუშავათ, ანუ მათ არ ქონდათ საშუალება თავისი ნიჭი გამოიყენებდნენ, საერთოდ ხეობიდანაც ვერ გადიოდნენ. იყო იქ რამდენიმე ხის მასალის დამამზადებელი საამქრო, რომელიც მუშაობდა, მაგრამ როდესაც ისინი დაკეტეს, ანუ ხეობა საერთოდ ესე დარჩა ყოველგვარი სამუშაო ადგილის გარეშე დარჩნენ ძალიან ბევრი და აქედან გამომდინარე ძალიან დიდი როლი ითამაშა იმანაც, რომ აი ეს რელიგიურის ფონი ძალიან წამოვიდა და ახალგაზრდები, რომელსაც თავისუფალი დრო უნდა გაეტარებინათ, დაკავებული იყვნენ სპორტით, ან კულტურით ასე შემდეგ, იჯდნენ და ამ რელიგიურ სწავლობდნენ. და სხვათა შორის მე მინდა გითხრათ, რომ მაინც და მაინც ხელოვნებას არ ცნობს. ვიცი. ხო. ანუ უფრო რელიგიურები გახდნენ. უფრო რელიგიურები გახდნენ, აი სალაფიზმმა ძალიან ესე მოიდგა ფეხი. ჩვენ რას ვხედავთ თბილისიდან ჩასულები? ჩვენს მსგავსად ხო მუდმივად ჩადიან პანკიში ჟურნალისტები, კინემატოგრაფისტები, პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციების აქტივისტები, უცხოელები. მაგრამ პანკისელი ახალგაზრდები ისევ არ გველაპარაკებიან. ინტერვიუებზე თანხმდებიან მხოლოდ შვილმკვდარი მამები და დედები, რომლებსაც არაფერი აქვს დასაკარგი. ზოგი ისევ შვილის მკვლელობის გამოძიებას ითხოვს, ზოგი კი არაფერს ითხოვს, თავისთვის ფიქრობს, რატომ ჩაერთო მისი შვილი ჯიჰადში, რატომ წავიდა უცხო ქვეყნის ომში, ვის შეწირა თავისი სიცოცხლე.